გამარჯობათ. სამ გზაში ვარ, ცოტა გავისაუბროთ. ხან დარბაზის გზაზე და სანამ ვივალ ცოტა ისტორიას მოგიყვებით ჩემს შესახებ. იმის დაინტერესოს, ან იმისთვის ბიძგი იყოს, თუნდაც სამოტივაციო. უყურეთ, მე ვარ გიორგი, როგორც გინახავდით. და ვარ შიშინოპირი პირველი ჯგუფის და ვარ პარამკვალჭიდელი. მონაწილეობ სხვადასხვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ვარ ნაკრების წევრი. და მოგიყვებით ამასთან დაკავშირებით რაღაც ისტორიებს, მარტი როგორც ყველა შემთხვევაში ჩემცაც არ ყოფილა. სპორტში ვარ დაახლოებით უკვე მე-11 წელია. ავიწყე 2015-ში. პირველი წლები, რა თქმა უნდა, როგორც თითქმის უმრავლეს შემთხვევაში სპორტსმენებს, ეს პირველი 3 წელი არანაირი შედეგი არ მქონია. და რა თქმა უნდა, იყო ისეთი გარემოცვაში ადამიანები, ეცნობოდა, რომ იქნებ სხვა რამე დამეწყო, სხვა რამე მეკეთებინა. მაგრამ მივწვი ამ საქმეს, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა და მიყვარდა ეს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ 3 წელიწადში შეიძლება ჩემპიონატზე ერთი მოგება გქონოდა, ანუ 2. მაგრამ ამიტაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. შემდეგ გავიდა 2-3 წელი დაახლოებით და შემოვიდა პლატიჩი 23 წამთა კატეგორია, სადაც მქონდა შედეგები. 2-ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი, 2-ჯერ ევროპის და როგორც ყოველთვის კარგი პერიოდის მერე მოდის ცუდი პერიოდი. დამემთხვა კორონას პერიოდი, შემდეგ იყო ფედერაციაში არეულობები და შემდეგი 2 წელი ძალიან არეულობა იყო, მეც ისეთი ენთუზიაზმით და მოტივაციით ვეღარ ვარჯიშობდი, რა თქმა უნდა. და შემთხვევით, როდესაც რაღაცნაირად მოგვარდა და 2021 წელს მოხდა წავედით შეჯიბრზე, რა თქმა უნდა, ესეთი მომზადებული აღარ ვიყავი და სამწუხაროდ ვერანაირი შედეგი ვეღარ გავაკეთეთ, ან უფროსთა კატეგორია მომიწია. შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ უკვე რაღაც იმედი გაჩნდა, ის 1 წელი ძალიან მაგრად მომემზადე და ავიხდინე ჩემი ერთ-ერთი ოცნება, გავხდი მსოფლიო ჩემპიონი დიდების კატეგორიაში. შემდეგ იყო რომ ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოგვიწია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი ისტორიები აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ისეთი მომენტები გექნებათ კარგით, ცუდით და უნდა გადალახოთ. ეხლაც მაგალითად ჩამოვედი ევროპის ჩემპიონატიდან, სადაც დავიკავე მე-3 ადგილი მარცხენა ხელში. ეხლა ერთი თვე ვისვენებდი იმის შემდეგ და დაახლოებით მე-3 კვირა არის განუახლე ვარჯიში, ეხლაც დარბაზში მივდივარ. ამას წინათ საერთოდ შაშანდელი მომზადება, 8 თვიანი მომზადება ესე დამთავრდა, რომ სამეულში შესასვლელი შეხვედრა დრის დროს დამატებითი პლატფორმა გამიცურდა, ანუ სიმაღლე არ ყოფნის და დამატებითი პლატფორმას ვყავ ხოლმე შეჯიბრზე და უბრალოდ გაცურდა და ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებდი. რა თქმა უნდა, მეც მაქვს ესეთი მომენტები, რომ აღარაფრის გაკეთება აღარ მინდა, ვამბობ, რომ თავს დავანებებ, მაგრამ ეს რაღაცა თქმა გადავხარშოთ და გავაგრძელოთ წინსვლა ჩვენი საქმისთვის. ეხლაც ვემზადები ევროპის ჩემპიონატზე, მაქსიმალურად მომზადები და ვნახოთ რა იქნება და მე ცდას არ დავაკლებ ნამდვილად. თქვენ თუ გექნებათ რაიმე კითხვები, მე არ მეზარება ნამდვილად, დამისვით ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, გაგცემთ პასუხს. თუ საინტერესო იქნება თქვენთვის, გავაგრძელოთ, მე გზაში ესე დავილაპარაკოთ ხოლმე. კარგად იყავით.